პოლიტიკურ თემებზეც გითხავთ რამდენი? სოფლის მეურნეობის განვითარება არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც გამოხატულია ჩვენს პოლიტიკაში და დღეს ციფრებიც იყო წარმოდგენილი. მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა სოფლის მეურნეობის სფეროში გასული წლების განმავლობაში. ეს აისახა პროდუქციის გამოშვების გაორმაგებაზე, 2.5-ჯერ გაზრდილ ექსპორტში და ამ შემდეგ. კონკრეტული მონაცემები მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად წარმატებულია ჩვენი პოლიტიკა, თუმცა რა თქმა უნდა ამაზე არ უნდა შევჩერდეთ და დღევანდელი დღეც ამის გამოხატულებაა ჩვენ ვამკვიდრებთ აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამას, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ფერმერებს ხელს საკუთარი საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში. ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე მინდა გითხრათ ბატონ ირაკლი, რომელმაც ბრიუსელში ასეთი რამ თქვა, რომ ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ დაუბრუნდება ბნელ წარსულ სამოქალაქო ომს და სიღარიბეს. ჰერჩინსკის ეს განცხადება თქვენ როგორ აღიქვით, მოვისმინეთ, რომ ეს შეიძლება გაფრთხილება ან მუქარაც იყოს, რომ თუ არ შეიძლება მოქმედი ხელისუფლება ეს ყველაფერი ელის საქართველოს. ამ განცხადების შეფასებაც გერთულია ჩემთვის, როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართულ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, შეუძლებელია ამის შეფასება. მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა იმას, რომ ბატონი ელჩი არის სამწუხაროდ ტრაიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართული ხალხის წინააღმდეგ, ეს თავისთავად მეტყველებს მის მძიმე მდგომარეობას. და ერთად გითხრათ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, რითი იხელმძღვანელეთ რა არგუმენტებით, როდესაც საკადრო ცვლილებების განხორციელება მოისმინა საზოგადოებამ და რატომ დადგა? რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ამის საფუძველი არის ძალიან მარტივი. ჩვენ გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის. კიდევ უფრო მეტად გაწრირებული კოორდინაცია. ჩვენ ამის კარგი პრაქტიკა ჰქონდა პრინციპში გასული თვეების განმავლობაში, მაშინ როდესაც მაგალითად ჩვენ გვიწევდა 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობის აღკვეთა, ჰქონდა ძალიან კარგი კოორდინაცია, თუმცა ეს კოორდინაცია არ იყო ფორმალიზებული. ახლა ჩვენ გვაქვს უკვე იმის საშუალება, რომ ფორმალიზებული ძლიერი კოორდინაციით გავაგრძელოთ მუშაობა. ყოველდღიურ რეჟიმში არის უამრავი საკითხი ერთობლივად გადასაწყვეტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ჩემთვის პირადად შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნოთ ალღური. ამისათვის ახალი თანამდებობის შემოღება არის აბსოლუტურად პრაგმატული და ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტა. ბატონო ირაკლი, ეს თემა რომ დავასრულოთ. ბატონო ირაკლი, ასე მოვსმენთ მამუკამდიდარაძის განცხადება, რომ დაწყებულია გამოცდილება ამ საქმესა და კონკრეტული ფიქსირებების ძლევს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. ჩვენთვის ეს არ არის ახალი მოვლენა, გვარები იცვლება, მაგრამ რეალურად ეს ინტერესი, რომ საქართველოში რაღაცნაირად არიონ ვითარება, სადონ კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობა, ეს ინტერესი არ ცხრება და ამის გამოხატულებაა ბატონი ბლაჟოვიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ხიზლად და არ დაუშვებს ასეთი მცდელობების წარმოქმნას. მოგონილი თემა, თუმცა მოვისმინეთ, რომ არსებობს ფაქტებიც და მტკიცებულებებიც. თავისთავად ოპოზიციას რო უწევდა ამის უარყოფა, ესეც მეტყველებს იმაზე, თუ რა არის ამ ყველაფრის უკან არის კონკრეტული მცდელობა, არიონ ქვეყანა, თუმცა როგორც არ გამოვიდათ ეს ყველაფერი წარსულში, არ გამოვათ არც მომავალში. დღეს კახა კალაძე ამბობდა, რომ მიიჩნევს საჭიროდ საგარეო საქმეთა სამინისტროში მოხდეს დაბარება ელჩის ამ განცხადების გამო. თქვენ განგვიმარტოთ, რატომ მიიჩნევთ ამას მუქარად, იმიტომ რომ პაվել ჰერჩინსკი ამბობს, რომ ჩვენ პირიქით არ უნდა დაგვუშვათ, რომ საქართველოს და სტუმართმოყვარე ხალხი დაბრუნდეს ზალადობის და ასე შემდეგ. რატომ ციტირებაც სწორად უნდა მოახდინოთ. მათ თქვა, რომ ახლოს მომავალში გადაწყდება, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები. ან განვითარდება ერთი მიმართულებით, ან განვითარდება მეორე მიმართულებით და ეს მეორე მიმართულება მისი შეხედულებით არის სამოქალაქო ომი და მოსახლეობის გაღარიბება. როდესაც ასე ემუქრება ევროკავშირის ელჩი ხალხს, ეს უბრალოდ შეფასებასაც კი არ იმსახურებს. ეს მართლა ტრაგიკულია. ოპოზიციური ალიანსი დგას საქართველოს მომავალი ჯერ არ დაძერილა, მაგრამ ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს ეკუთვნის საქართველოს ევროპულ ოჯახს, რომელიც მე გავაგზავნეთ
ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. თუ სამწუხაროდ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ბნელი წარსული ანუ უახლოეს მომავალში საქართველოში თუ უახლოეს მომავალში ნახეთ ელჩი რას ამბობს უახლოეს მომავალში გადაწყდება ან ერთი და ამას უწოდებს რუკავშირის გზას ან მეორე სამოქალაქო ომი და გაღარიბება გაღარიბებას და სამოქალაქო ომს ქვეყანაში რა განსაზღვრავს ევროკავშირი თუ ხელისუფლების პოლიტიკა არა ამით ემუქრება ევროკავშირის ელჩი ქართულ ხალხს რა შეუძლია თუ ემუქრება ხალხს მას რო არ შეუძლია ცალკე საკითხია მაგრამ ქართულ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით ეს არის მისი პირდაპირი მუქარა რა თქმა უნდა ამისათვის ელჩის დაბარება არის მიზანსაძბარი ბატონო ირაკლი ოპოზიციაში და ბატონო ირაკლი ასევე ნახეთ ჩვენ ირანის ელჩის განხადებაში რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა სხვა განცხადებებით ამ უმძიმეს განცხადებას ვერ გადაფარავთ რომელიც არის პირდაპირი მუქარა ქართული ხალხის წინააღმდეგ და ქართული ხალხის მიმართ მუქარა სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო, როდესაც ამას ამბობს. ჩემი ახმით კი არა, ეს არის უმარტივესი ლოგიკური განმარტება, როდესაც ასე აყენებს საკითხს, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება ქვეყნის ბედი ან ერთი მიმართულებით და ან მეორე მიმართულებით, რაც არის სამოქალაქო ომი და გაღარიბება. ჯერ ჩაიკითხეთ როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა აქამდე. როგორ მიყავს ჰერჩინსკის როგორ მიყავს ქვეყანა აქამდე სამოქალაქო ომი ერთხელ ხო სადა, ორჯერ ხო სადა, ხუთჯერ ხო სადა. ნახეთ ჩვენ ქვეყანაში გამოვიარეთ რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ბატონი ელჩი გამოდიოდა საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართულ ხალხს მოუწოდებდა ნაცების დაბრუნებისკენ. პირდაპირ მოუწოდა დამობილიზდეთო, გაუშვით ეს ხელისუფლება და მოაბრუნეთ ხელისუფლებაში ნაცებიო. ხო პირდაპირ მოუწოდებდა ამისკენ ქართულ ხალხს. ანუ ქართულ ხალხს ის პირდაპირ თავისი მოწოდებით აბრუნებდა სისხლიან, სწორედ რომ ბნელ 9 წლიან წარსულში. ეს არის ელჩის სულისკვეთება და ეს არის ტრაგიკული, როდესაც ევროკავშირის ელჩი გამოდის ამით და ამას უმატებს იმას, რომ ქართულ ხალხს პირდაპირ ემუქრება სამოქალაქო ომით და პირდაპირ ემუქრება გაღარიბება. გარკვეული დაპირისპირებები ალიანსი და რატიფის ერთობასთან გვაქვს ადამიანები რომლებსაც აქვთ ამბიცია ერთი ძამის მარტო ქვეყანა საკუთარ გუნდსაც ვერ მართავენ და ამიტომ რომ შევაფასოთ ეს მიმდინარე მოვლენა ოპოზიციის ეს მორიგი ეგრეთსოდებული გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო ეს არის უკვე ალბათ მეათე ეგრეთსოდებული ფანჩატური რომელსაც ქნიან ხოლმე მე თვითონვე შლიან რომ მე რამდენად უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი ხო რეალურად ეს ყველაფერი აჩვენებს იმას თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ეს ოპოზიციაში ბატონო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კითხავ თუ შეგიძლიათ ვინ გახდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ამ ეტაპზე შეგიძლიათ რომ შემიძლია გითხრათ რომ ბოლო ფაზაშია უკვე კონსულტაციები რომელიც წარმოებს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად უმაღლეს საბჭოს დეპუტატებთან ერთად და სავარაუდოდ დღეს უკვე დასახელდება მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი. ვინ იქნება ხმარბეთი? ეკონომიკის ჩინეთში საქმიანი ვიზიტით, სადაც დაგეგმილი არის საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილებებზე ოქმის ხელმოწერა. რა ცვლილებები შეიძლება იყოს ამ ნაწილში თავისუფალი ვაჭრობის პროექტთან? რეალურად ხდება მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ შეთანხმების არეალის გაფართოებაზე და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები წარიმართება. ახლა როდესაც ეკონომიკის მინისტრს აქვს ვიზიტი ჩინეთში, ეს რა თქმა უნდა დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. რაც შეეხება კონკრეტიკას, ეს კონკრეტიკა დაზუსტდება, მას შემდეგ რაც დასრულდება მოლაპარაკება. სამთავრობოთან დაკავშირებით ხომ არის საუბარი ამ ვიზიტის ფარგლებში, ვითომ ინტერესი იყო ჩინეთის. ყველა თემაზე იქნება ბუნებრივია საუბარი, მათ შორის ანაკლის თემაზეც იქნება საუბარი, ესეც არის ბუნებრივია ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები გრძელდება. სამთავრობო ცვლილებები შეთანხმება მიღწეული არ იყო, ანუ შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს. მე შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, ნახოთ დავალებით.
ჩინურ ხარესთან გრძელდება კონსულტაციები დანარჩენ სტაბილურად. სამთავრობო ცვლილებებზე კითხავთ თუ შეიძლება ამ ცვლილებებზე ჩვენ ვსვამდით მანამდეც კითხვას, თუმცა მათ შორის ადმინისტრაციიდან ჩვენ გქონდა პასუხი, რომ ასეთი რამ არ იგებოდა გასულ კვირას. რა მომენტში და როდის მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, მაგალითად მამუკა მდინარაძეს მე-6 წოდება რომ მიანიჭეთ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე, იცოდით თუ არა რომ რამდენიმე საათში თქვენ მას გაათავისუფლებდით თანამდებობიდან? ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ მთავრობის ადმინისტრაციას გითხავთ ცვლილებების შესახებ, მთავრობის ადმინისტრაცია გეტყვით, რომ ცვლილებები არ იგეგმება, ვიდრე ცვლილებებს არ წარუდგენ საზოგადოებას. ეს დაიმახსოვრეთ სამომავლოდ. ყოველ ჯერზე რომ მიმართავთ ხოლმე მთავრობის ადმინისტრაციას, ვიდრე არ მოხდება ჩვენგან ოფიციალურად ცვლილებების წარდგენა, მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გეტყვით, რომ ცვლილებები არ იგეგმება. ასეთ პასუხს ადმინისტრაციიდან არ ვიღებთ. მომავალშიც დაიმახსოვრეთ. ქართული ოცნების დეპუტატებმაც არაფერი იგივე ქართული ოცნების დეპუტატებიც იგივე სიტყვიან. რა თქმა უნდა, ვიდრე ოფიციალურად მთავრობა არ გააცნობს საზოგადოებას ცვლილებებს, მანამდე ყოველთვის ჩვენი გუნდის წევრები, ადმინისტრაციის წევრები გეტყვიან, რომ ცვლილებები არ იგეგმება. ასე იქნება ყოველთვის. ეს იყო ერთი კვირით ადრე. ერთი კვირით ადრეც ასე იქნება ხოლმე. იგეგმებოდა ერთი კვირით ადრე. ჩვენ ვშელობდით ამასთან დაკავშირებით, თუმცა გადაწყვეტილება როცა მივიღეთ, მაშინ გავაცანით საზოგადოებას. როდის მიიღეთ მამუკა მდინარაძეს მე-6 წოდება? ჩვენ დაახლოებით 2 კვირა ვშელობთ ამ თემასთან დაკავშირებით, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება, მაშინ გავუზიარეთ საზოგადოებას. აი ამ წოდებებზე იცით რა მაქვს კითხვა, რომ აი წოდების მინიჭება კონკრეტული ადამიანისთვის მისი რეპუტაციის გაძლიერებასაც ხომ ემსახურება უსაფრთხოების სამსახურში. შეიძლება ასეც ითქვას. და მიანიჭეთ წოდება და არა მარტო უსაფრთხოების სამსახურში, ზოგადად ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბატონი მამუკა მდინარაძე იმსახურებდა ამ წოდებას მისი საქმიანობიდან გამომდინარე, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ის საქმიანობდა მხოლოდ დაახლოებით 9 წლის განმავლობაში, მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილებები და მიღწევები, როგორც სისტემური გადახალისების კუთხით, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით ამ სამსახურში, ასევე კონკრეტული მიმართულებით დანაშაულის გამოვლენის აღკვეთის კუთხით, კორუფციული პრაქტიკის აღკვეთის კუთხით, შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბატონი მამუკა მდინარაძე იმსახურებდა ამ წოდებას და ეს მომავალში მას რა თქმა უნდა გააძლიერებს რეპუტაციულად, არა მხოლოდ როგორც კონკრეტული სამსახურის უფროსს, არამედ ამ შემთხვევაში როგორც სახელმწიფო მინისტრს, რომელიც არის პასუხისმგებელი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციას. ასეთი წარმატებული თუ კი იყო, რატომ მოხდა რომ 6 წლის გარანტიით დანიშნული პირი გაათავისუფლეთ არასრულ 8 თვეში? დღეს ის არის სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც აკისრია სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მოვალეობა, ხო? ანუ უფრო დაწინაურდა? რეალურად ფორმალურად შეხედავთ თუ არაფორმალურად, ეს არის მაღალი რანგი, შეიძლება ითქვას კიდეც, რომ არის უფრო მაღალი რანგი, მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არის ძალიან მაღალი გამორჩეული მაღალი რანგის თანამდებობა, ამის მიუხედავადაც კი შეიძლება ითქვას, რომ კოორდინაციის ფუნქცია არის კიდევ უფრო მეტად გამორჩეული, ის იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და იქნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კანცელარიაში იქნება მისი კაბინეტი ბატონი. და ერთი კითხვილი დაგისვათ სამთავრობო ცვლილებებს ამოვწრობარემ მოდრის კითხვით. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა იყოს მხოლოდ დასაწყისი ცვლილებებისა. თქვენ ახლა გვეტყვით, რომ არ იგეგმება, ეს რომ კითხოთ გამორიცხავთ, რომ სამომავლოდ სხვა მინისტრებს შეეხოთ ეს გადაწყვეტილება. მათ შორის თქვენ ხომ არ შეგეხებათ? მე ერთი რამე მინდა გითხრათ, მე-14 წელია, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ამ წლების განმავლობაში როტაცია ყოველთვის ხორციელდებოდა ხოლმე ხელისუფლებაში, თუმცა თქვენს პარტიას არაფერი ეშველა. 14 წლის განმავლობაში თქვენ არაფერი გეშველათ არც ერთი როტაციით პირიქით. ყველა როტაციიდან თქვენი ბატონო ირაკლი. მე ჩვენ პარტიაზე და თქვენ პარტიაზე გეუბნებით ორივესე. ჩვენი პარტია ყოველ ჯერზე როტაციიდან გამოვიდა გაძლიერებული და ყოველ ჯერზე ეს როტაცია გახდა საფუძველი იმისა, რომ თქვენი პარტია 10 ჯერ დამარცხდა სხვადასხვა ეროვნულ არჩევნებში. მე გიპასუხებ. შეიძლება უახლოეს პერიოდში ირაკლი კობახიძესაც მოუწიოს პოსტის დაკავება. ეს კითხვა თქვენ დამისვით საპარლამენტო არჩევნების წინ, მუნიციპალური არჩევნების წინ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. რომ შეიძლება პრემიერში. ყოველ ჯერზე მაშინაც ჩემზე მეკითხებოდით. მაშინაც ჩემზე მეკითხებოდით, გაგიცრუდათ ერთხელ იმედი, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ. რა ვიცი, რამდენჯერ გავაკეთე. მამუკა მდინარაძეს თქვენ კანცელარიაში იქნებით ორივე. ხედავთ კონკურენტად. არავითარი კონკურენცია ჩვენ
შორის არ არის არასდროს არ ყოფილა და არც იქნება. თუ შეიძლება სამთავრობო ცვლილებებზე გითხავთ, აი ჩვენ როცა ამ კითხვებს ვამდით, თქვენ და მათ შორის თქვენთან დაახლოებული თუ თქვენ მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია ამბობდა რომ ბლაჟევიჩმა დაგვიკვეთა ამ კითხვების დასმა. აი დღეს რა სიტყვით ამას? კითხვებს ვამარცხებთ. თურმე მართალი ყოფილა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის ცვლილება. ნახეთ, რა შეეხება ეგ არაფერ შუაში არ არის. შეიძლება ხანდახან რაღაც 12 საათში ერთხელ გაჩერებული საათით საჩვენებს ორ დროს. ეს არის მარტივი ლოგიკა და თქვენ ამ შემთხვევაში შეგისრულათ და 12 საათი და გაჩერებულმა საათმა აჩვენეთ სწორი დრო და ბლაჟევიჩს ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ ბლაჟევიჩს ჰქონდა დავალებული პარტიული აქტივისტვის და ამ პარტიულ აქტივში შედის, რა თქმა უნდა, თქვენი მედიაც, რომ ასეთი თემა წამოიწიათ ხელოვნურად. აი ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. კითხვებს ვამდით, ჩვენი კითხვების დასმა იყო ბლაჟევიჩის დავალება. მას ჰქონდა ეს დავალება ჩაშლილი. და ყოფილა ეს ინფორმაცია მართალი ჩვენ კიდევ ერთხელ 12 საათი შეგისრულდა და გაჩერებულმა საათმა აჩვენეთ სწორი დრო. არა, ეგრე წარმოაჩინეთ ჩვენ მიერ კითხვების დასმა. გიგი მასე რა იყო მასე მართალი მას ნახე დამთხოვაა რომ ბლაჟევიჩმა ეს დაავალა ნაცმოძრაობის აქტივს, კოლექტიური ნაცმოძრაობის აქტივს და ამ პერიოდს დაემთხვა თქვენი მხრიდან კითხვების დასმა თემასთან დაკავშირებით. კი ბატონო, არ წახვიდეთ, კიდევ გვაქვს კითხვები. ანაკლიაზე მაქვს. არა, არ წახვიდეთ, დიდი ხანი არ გამოჩნდა. უცხო ქვეყნის მინისტრთან მაქვს შეხვედრა ძალიან მალე. მაგრამ მაინც. ანაკლის სპორტთან დაკავშირებით. კი, ანაკლიაზე მეც ვაკეთებ. აი, ერთი ზამრის გამო. არა, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ხანია შეთანხმება ვერ შედგა კონსორციუმთან. მე ასევე თქვი, დავალოდოთ მოვლენების განვითარებას, უახლოეს მომავალში გექნება სიახლეები ანაკლიასთან დაკავშირებით. ანაკლიასთან დაკავშირებით ამერიკულ ინვესტიციას განიხილავთ, არის ამერიკულ მხარესთან რაიმე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ზოგადად, რაც შეეხება ანაკლიას, უახლოეს მომავალში გექნება სიახლეები, რომლებსაც გაუზიარებს სრულიად საზოგადოებას. შეიძლება ბატონო ირაკლი, მარკო რუბიოს არის შემდეგ თქვენ არ გამოჩენილ ხართ ჩვენთან და გვაქვს კითხვები. ერთი წამი. ქვეყნისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამ პროექტების განხორციელება, აქტიურად მუშაობთ, კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვარ ძალიან წინ წაწეული, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორის რესურსები, სად იქნება ჩადებული სხვა რესურსები, ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებას ეტაპობრივად გაუზიარებთ. ბატონო ირაკლი, თქვენ არ ყოფილ ხართ მედიასთან მას შემდეგ ყველაფერს როდესაც ჩვენ შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, საზოგადოებას გაუზიარებთ სრულ ინფორმაციას. მარკო რუბიოს რაც ესაუბრეთ, მას შემდეგ ჩვენი კითხვებისთვის თქვენ არ გიპასუხიათ. მოგვიყევით ამ ზარის შესახებ და ამის შემდეგ ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის დასაწყისი, აი თქვენ კმაყოფილი ხართ ამის შემდგომ. მე ერთ რამეს შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ერთადერთი საზომი ურთიერთობების გადატვირთვის არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ამას ვაფიქსირებთ ყველგან, როდესაც ვესაუბრებით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ერთადერთი და მთავარი საზომი. რა დაპირება მიიღეთ მარკო რუბიოსგან ამას დააფიქსირებთ? რაზე ვისაუბრეთ მე და ბატონმა რუბიომ, ეს არის დახურული ზარის თემა და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების წინაშე ვისაუბრეთ. აი კახა კალაძე მაგალითად თვის დასაწყისში აი სწორედ ამ ზარზე დაყრდნობით ამბობდა რომ ამ თვეში კარგი სიახლეები გვექნებოდა და თქვენ თავდება. ჩვენ არ ვიცით და ესე და მე შემიძლია გითხრათ, რომ ჰქონდა ძალიან ჯანსაღი საუბარი, ძალიან დადებით ტონალობაში საუბარი, ყველა თემასთან დაკავშირებით ეს არის ის, რაც შემიძლია გითხრათ. დანარჩენს დაელოდეთ. რა ეტაპზე ურთიერთობები ბატონო ირაკლი? დანარჩენს დაელოდეთ. სიახლეები იქნება ამ თვეში. ფასებზე მაქვს კითხვა. რამდენიმე კომისიაა შექმნილი, მუშაობთ, მაგრამ ჩანს რომ გაიაფება არ ხდება პროდუქტებზე ფასების. რას გვეტყვით, როდის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი. რის შემდეგაც ჩვენ საზოგადოებას უკვე გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და შესაბამისად გეგმას. ეს მოხდება მომავალი თვის დასაწყისშივე. ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას. დასკვნა იქნება რამ გაზარდა ფასები თუ დასკვნა იქნება ყველაფერთან დაკავშირებით. დასკვნა იქნება ყველაფერთან დაკავშირებით. რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს მოცემული, როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ დასკვნებს. ბოლო კითხვა, მადლობა. უნგრეთის არჩევნების შემდეგ საქართველოში გააქტიურდა საუბარი, რომ შესაძლებელია არჩევნებით ხელისუფლების დამარცხება და ასე შემდეგ, თუმცა
თუმცა უნგრეთის ვიქტორ ორბანის მარცხი თქვენთვის რა მოლოდინებს აჩენს ევროკავშირში, რადგან უკვე ღიად არის საუბარი, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე თქვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ისევ დაბრუნდება და ორბანი აღარ ყავთ უკვე მხარდამჭერი. ვისი იმედი გაქვთ? მე გადავხადე ვიქტორ ორბანს მადლობა მისი მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის ქართული ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. მისი მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ვნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესები, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ხალხს, ქართულ ხალხს და ჩვენს ქვეყანას მომავალშიც გამოუჩნდება ლობისტები, ძლიერი ლობისტები ევროკომისიაში, ევროკავშირში. მარტო უნგრეთი არ იყო ჯერ ერთი, მარტო უნგრეთი არ იყო ჩვენი მხარდაჭერი, სხვაებიც გვიჭერდნენ მხარს. ამიტომ იმედი დავიტოვოთ, რომ ქართულ ხალხს კვლავაც ეყოლება მხარდამჭერები ევროკომისიაში და ევროპულ საბჭოში. ჩვენ ელოდეთ, რასაც გინდათ, ვერ ვცდილობთ.